თავად ახსენეთ ეს ეთერები და ამიტომ აქედან დავიწყებ პასუხს, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად, ანუ პერსონალურად რომ ვილაპარაკო მართლა, ნამდვილად აი ეს მონოპოვარი ეთერები, რომლებიც ისედაც კანონმდებლობით გვეკუთვნოდა სინამდვილეში, ხო? არის ის უძვირფასესი წერტილი, რომელში დაბრუნებისთვისაც ვიღწვით და ამას ეძღვნება სწორედ 29 იანვრის 2 თვის თავზე, როგორც ანამაც ახსენა, დაგეგმილი ეს მასშტაბური აქცია, რაც დამანახა და რაც მგონია არა მხოლოდ მე, არამედ მთელ საქართველოს დაანახა ამ ეთერებმა და ზოგადად აი ამ პროტესტმა ერთის მხრივ არის ინტერესი საზოგადოების მხრიდან სწორედ იმ შინაარსისა, რომელიც ამ ეთერებში ჟღერდებოდა და აქ იყო უდიდესი მონოპოვარი, რაც იყო ამ ეთერების, იყო მისი მრავალფეროვნება, ხომ? აქ არ ყოფილა მხოლოდ მათ შორის საუბარი თავად აი ამ პოლიტიკური კრიზისისა თუ რეჟიმის დამკვიდრების პროცესისა არ ხდებოდა მხოლოდ ერთი მიმართულებით. ანუ აქ ჩვენ მხოლოდ საპროტესტო აქციებზე კი არ ქონდა საუბარი, არამედ მათ შორის იმ პრობლემებზე, რომლებშიც წლები ავიმყოფებით და რომლებმაც შეიძლება სრულიად საფუძვლიანად ითქვას, რომ მოგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. იქ იყვნენ სპეციალისტები, კონკრეტული საკითხის იურისტები, დაზარალებულები თავად რეჟიმის ტყვეები, უკვე გათავისუფლების შემდგომ და ამ ეთერებით მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოპოვებული და აწეული რეიტინგი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, თუ რამდენად დიდი არის საზოგადოებისგან, ადამიანებისგან დაინტერესება ასეთ შინაარსზე. ხო, ეს არის ერთ-ერთი ნაწილი, თუმცა აქ არ სრულდება მონოპოვარი ამ პროტესტის ერთის მხრივ, ერთ-ერთი მთავარი მონოპოვარი ამავდროულად, რაც შეიძლება ითქვას, რომ არის ის სოლიდარობები, რომელიც როგორც საზმაოსთან ფიქსირდება და ამაში გამოიხატება რუსთაველზე გადანაცვლება შემდგომ, ხო, იმის დანახება, თუ რამდენად საერთო პროტესტი მიმდინარეობდეს შეიძლება საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, რუსთაველზეც, ზუგდიდშიც, ბათუმშიც, ქუთაისშიც, ხაშურშიც და რეალურად იმის მონიშნა, რომ ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმიტომ კი არ ვდგავართ, რომ სხვა ტიპის პროტესტი გვაქვს, არამედ ეს პროტესტი სწორედ ამ ყოველივეს ჰოლისტურ, ანუ აი სრული მასშტაბით ქვეყნის რეალობის გაშუქებაზე რამდენად არის მიმართული ჩვენი აი ეს მოთხოვნები და ამიტომ დავამატებ იმ ნაწილს, რომ გარდა აი ამ მართლა ძვირფასი მონოპოვარების, ასევე კიდევ უფრო მძიმე მონოპოვარიც აქვს ამ პროტესტ ჩემი აზრით, რაც არის თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახის გაშიშვლება. და ამ მხრივ მგონია, რომ არ არის აუცილებელი, რა თქმა უნდა, ამის დრო ყველა ადამიანს არ გვაქვს და არ აქვს, რომ მთელი დღის განმავლობაში თვალი მიადევნონ საზოგადოებრივ მაუწყებელს, თუმცა რამდენიმე ფაქტის აღნიშვნა უკვე სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ძალიან ცალსახა გახდეს თუ რა ტიპის ორგანოსთან გვაქვს ურთიერთობა, ხო, ერთის მხრივ, სწორედ ამ სახალხო დამცველის ფაქტი და ვისაც არ აქვს ამაზე ინფორმაცია, არც კი ვიცი რამდენად ეთიკურია ამ ინფორმაციის კიდევ უფრო დეტალებში ჩასვლა, თუმცა ძალიან მშრალად ვიტყვი იმას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ, ანუ ორგვარი გაშიშვლება მოხდა, ხო, ერთის მხრივ სახელმწიფოს კიდევ ერთი გაშიშვლება, რომ სახალხო დამცველი პირდაპირ ამბობს, აცხადებს მისამართს ტრაფიკის მსხვერპლი ადამიანების თავშესაფრისა და მეორე ის, რომ მედია საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებელი მით უმეტეს ამის გავრცელებას ხელს უწყობს და უზრუნველყოფს. აი ეს ფაქტი უკვე სრულიად საკმარისი უნდა იყოს სინამდვილეში ჩვენთვის, რომ ძალიან ცალსახა იყოს ის თუ რა ტიპის მასთან რა ქვია, მედიასთან გვაქვს საქმე და ამიტომ უბრალოდ და რომ ბოლომდე მივიყვანო ჩემი სათქმელი, ამიტომ მინდა რომ რაღაცნაირად კიდეც გამოვეხმაურო პრინციპში საკმაოდ სამარცხვინო განცხადებას, რომელიც დღეს ჩვენი ბრიფინგის sapasუხოდ გამოქვეყნდა და შემდგომში 10 წუთიანი სიუჟეტი მიეძღვნა ამას, ხო, ანუ 1 წუთი იყო ჩვენი, 10 წუთი იყო მათი. აი ეს ანამ რაც ახსენა, ხო, ყველა მხარის გაშუქება, ზუსტად აი ამ თანაფარდობით ხდება 1 წუთი სხვად მონიშნული, 10 წუთი სამთავრობო პროპაგანდად მონიშნული გაშუქება და აქ იყო ნახსენები აი ამ განცხადებაში, რომ ჩვენ თითქოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ვებრძვით. ან ჩვენი ბრძოლა არის საზოგადოებრივ მაუწყებელთან არანაირად, არავინ ერთი წამით ეს არ დაიჯეროს, ჩვენი ბრძოლა არის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად ეკუთვნის ხალხს და იმ ქვეყანაში, სადაც ყვავს ჟურნალისტი, რომელიც არის რეჟიმის ტყვე, შეუძლებელია ხალხის პირდაპირი და პირველი მოთხოვნა არ იყოს იმ ორგანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლება, რომელსაც ის თავად აფინანსებს და რომელიც კანონმდებლობით, კონსტიტუციით არის ვალდებული, რომ ისინი იმ შინაარსით უზრუნველყოფს, რომელიც ფაქტია, რომ მათ აინტერესებთ, ხო, დეკემბრის ეთერებმა
აჩვენა თუ რა აინტერესებს ხალხს. ბატონო, ნამ